გამარჯობა, მოგესალმებით. ბოლოს სიტყვა, მორიგი ეპიზოდი. მე ბექა პატურაშვილი ვარ, რატი მუჯირი, გიორგი ცხვითავა, ია მეურმიშვილი ყავს ვაშინგტონიდან, თამარ ნუცუბიძე გვერდდება ბრიუსელიდან. ძალიან მნიშვნელოვან დროს წერთ ამ ეპიზოდს. ვეცდებით რომ მალე განთავსდეს, მაგრამ მოდი ვთქვათ, მაინც ვთქვათ, ამბები ცხელია. დღეს არის 14 იანვარი, აი ამ წუთას როცა ჩვენ ამ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებთ, არის საღამო და დიდი ალბათობით უკვე თეირანში და არა მხოლოდ თეირანში ხალხი კვლავ არის ქუჩაში. ირანის გარდა ირანული დიასპორა ძალიან აქტიურობს მსოფლიოს ძალიან ბევრ დედაქალაქში. იმართება აქციები, მათ შორის თბილისში, ირანის საელჩოსთან დღეს იყო აქცია, სადაც ძალიან ისეთი სენსიტიური, ემოციური პროცესები იყო, ხალხს урეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი ახლობლები გარდაიცვალნენ, კი არა დაიღუპნენ აი ამ საშინელი ამბების ფონზე, რაც ხდება ირანში. მოკლედ, მედიაში ალბათ ხშირად ხსმენიათ ეგეთი ფრაზა, რომ სიტუაცია პიკს აღწევს ან რაღაცა კულმინაციურ ეტაპზეა და ხშირად ეს არის ხოლმე გადაჭარბებული ნათქვამი იმისთვის რომ ამბავი უფრო რაღაცა გამითუმეტესონ რაღაცა რეზონანსული გახადონ, მაგრამ მე მგონია რომ დღეს აი ირანთან მიმართებით როდესაც ვსაუბრობთ ეს არის შესაფერისი ნათქვამი, სწორედ რომ ნამდვილად რაღაც კულმინაციურ ეტაპზე ვართ და არ არის გამორიცხული რომ სულ რამდენიმე საათში რაღაც ისტორიული ცვლილებების მომსწრე გავხდეთ და რეჟიმი, რომელიც 1979 წლის შემდეგ მართავს ირანს, შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხი, წარმოუდგენელი რეპრესიების და პირდაპირ ქუჩაში ხალხის ხოცვის ფონზე, ისინი მაინც ახერხებენ წინააღმდეგობას. დიდია მსხვერპლი და დიდია მთავარი ყველა ყური და ყველა თვალი ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და დონალდ ტრამპისკენ არის მიმართული, რომელმაც პრინციპში უკვე ტონი ძალიან გაამკაცრა, უარი თქვა მოლაპარაკებებზე ირანულ მხარესთან და ველოდებით რა იქნება შემდეგ. აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ძირითადი თემა იქნება ირანი, რა შეიძლება მოხდეს, რა პროცესები მიდის აი ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და რა გავლენას იქონიებს იმ შემთხვევაში თუ ირანში მოხდება რეჟიმ ჩეინჯი რეგიონზე, მსოფლიოზე, რა მნიშვნელობის იქნება ეს რუსეთისთვის და ასე შემდეგ, მოკლედ. თუმცა ირანს ცოტა გავცდებით, თუ გვექნება დროში ამის შესაძლებლობა, გრენლანდიასთან დაკავშირებულ პროცესს შევეხებით და ცხადია ვეცდებით რომ უკრაინაც ჩავატიოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. ბექას გამორჩა მე გეტყვით რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ კონსოციალურ ქსელებში, აქტიურეთ კომენტარებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხის განვითარებისთვის და დავიწყოთ პირდაპირ ცერემონიების გარეშე, თუმცა სანამ ირანზე გადავალთ, ისაც ქართველებს ძალიან აინტერესებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიზების ამბავი. გახდა ცნობილი რომ 75 ქვეყანასთან აჩერებს პროცესს, მათ შორის საქართველოს დასახელდა. აქ ჯერ ცოტა ბუნდოვანება არის, ეს შეეხება საიმიგრაციო ვიზებს თუ შეეხება ტურისტულ ვიზებსაც. მხოლოდ ახლის გაცემა არის კითხვის ნიშნის ქვეშ და შეჩერებული თუ გაცემული ვიზების გადახედვაც მოხდება. მოკლედ რაც ვიცით ამ დროისთვის ია რა ინფორმაციაც გვაქვს, გავაცნობთ მაყურებელს და მერე გადავიდეთ უკვე უშუალოდ ირანზე. მოგესალმები, დიდი მადლობა. მეც მოვუწოდებ მაყურებელს შემოუერთდნენ არხს და გამოიწერონ ბოლო სიტყვა. ძალიან კარგად შეაჯამე ახლა შენ რატი ეს ყველაფერი, სამწუხაროდ ბევრი ამ დროისთვის ბევრი არაფერი გვაქვს. გამომდინარე იქიდან რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია გავრცელა Fox News-მა და Fox-მა თქვა რომ ექსკლუზიურად მხოლოდ მათ ნახეს მემორანდუმი, რომელთაც ეს ინფორმაცია და თუ რა ვიცი სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, სადაც ნათქვამია ვიზების შეჩერებაზე. Fox-ი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვიზები გაყინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა თუ გამოაქვეყნა X-ზე განცხადება, სადაც ამბობს, რომ საიმიგრაციო ვიზები შეაჩერა და თეთრი სახლი ამბობს, რომ ყველა ვიზა შეჩერდა. ასე რომ ცოტა ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით რაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რამდენი შეიძლება დღის ბოლოსაც უკვე გავიგოთ კონკრეტულად რაზეა საუბარი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ 75 ქვეყანაში
შედის როგორც საქართველო, ასევე შედის რუსეთი, თქვათ, არ ვიცი, უზბეკეთი, მოლდოვა და ჩამოვყრა 75 ტივეს კი. უკრაინა მე ვერ ვნახე სხვათა შორის ამ სიაში, რაც არ ვიცი, გასაკვირია თუ არა, ხო. ასე რომ დავალოდოთ და ვნახოთ როგორ გამოვითარდება ეს, მაგრამ რაღაცა ფორმით ცხადია რომ შეერთებულ შტატებში იქნება ეს საიმიგრაციო გადაადგილება თუ მოგზაურობა თუ ტურისტული, ასევე საკითხავია ის რა მოვა სტუდენტურ ვიზებს, რომლებიც არაერთი შეიძლება ასობით ადამიანს აქვს სტუდენტური ვიზა შეერთებულ შტატებში, ამათ რა ეხება. ასე რომ სანამ რაღაცა ისე დასკვნებს გავაკეთებთ, უკვე უნდა დავალოდოთ და ვნახოთ ოფიციალურად რას ნიშნავს ეს განცხადება. მე მithumetes თუ სახტები სხვა რამეს ამბობს და თეთრი სახლის სხვა რამეს ამბობს, ეს მინიმუმ უნდა დავალოდოთ, სანამ თვითონ შეთანხმდებიან ერთმანეთში და მე თუმცა სავარაუდოდ თეთრი სახლის განცხადება გადაწონის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, მაგრამ შეიძლება რაღაცა ესეთი განმარტების სახით შეიძლება რაღაცა დეტალები გამოაქვეყნოს თეთრმა სახლმა ჭერეს. კეთილი, გადავიდეთ ირანში, როგორი არის შეერთებული შტატების ზაობა, ვიცით იქ რომ ავაქსები დაფრინავენ, ყველაფერი შესწავლილია, ზაფხულის შემდეგ ანუ ეს ცეცხლით კორექტირებული სამიზნეები უკვე იყო. იქ რაღაცა გადაადგილებები იყო ცხადია და არის მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ანუ ირანის რეჟიმი ემზადება თავისთავად ცხადია, თუმცა საინტერესო არის ვაშინგტონი რას ფიქრობს და რას მოქმედებს. გუშინ ბევრმა გაათენა საქართველოში, მათ შორის მეც, იმის მოლოდინით, რომ რაღაცა თეთრი სახლიდან ამბავი გამოვიდო და თეთრი ბოლი ამოვიდა. ეგ უნდა მეთქვა, მაგრამ მე გადავიფიქრე, ხო, ანუ თეთრი კვამლი არ ამოვიდა ერთი სიტყვით, რაღაცა ესეთი სიჩუმეა უცნაური და ეს უფრო მატებს დაძაბულობას პროცესს. იცის ინდექსი როგორი. ხო, ნუ მოკლედ. კაი, გადავიდეთ ვაცადოთ ადამიანს მოგვიყვეს. რა შეიძლება იყოს ტრამპის ნაბიჯები? მზაობა არის გამომდინარე იქიდან, რასაც ტრამპი ამბობს, ის ამბობს, რომ ის მზად არის. გუშინ მომიტინგეებს მოუწოდა, რომ არ შეწყვიტონ პროტესტი და გააგრძელონ, რომ დახმარება უკვე გზაშია, ესეთი იყო ციტატა. რას ნიშნავს ეს რა დახმარება გზაში, რა თქმა უნდა, არავინ იცის. ვენესუელაზეც ესე იყო ზუსტად, ესე რომ შევადაროთ, იქ დემონსტრაციები არ იყო, ცხადია სხვა ვითარება იყო, მაგრამ იქაც ასე ბოლო წუთამდე სრული საიდუმლოებით იყო მოცული ის, რას მოიმოქმედებდა შეერთებული შტატები. თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ რაღაცა მოხდებოდა. ირანში სავარაუდოდ იგივე სიტუაცია, სანამ არ მოხდება, მანამ ვერ გავიგებთ. ან წინასწარ არ იქნება სავარაუდოდ ეს გამოცხადებული, მაგრამ ირანი გაცილებით უფრო კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა. ირანი ასევე ისრაელს ადანაშაულებს იმაში, რომ ისრაელი აქეზებს შეერთებულ შტატებს და ომებში რთავს მას ისრაელის დასახმარებლად. ან გაცილებით უფრო კომპლექსურია თვითონ მოთამაშეების როლი ამაში. ასევე რა თქმა უნდა არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც ზოგიერთი ეწინააღმდეგება მაგალითად რამდენიმე მათგანმა განაცხადა ესკალაციისკენ მოუწოდა, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ირანს. ანუ სამწუხაროდ ესე არის. ეს ბოლო ერთი წელია იმას ვამბობთ, რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. ირანის შემთხვევით თვითონ უშუალოდ ირანში სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბულია და დარწმუნებული ვარ, ეს მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. დაახლოებით ამ დროისთვის ისეთი მედიაზე დაყრდნობით არის დაახლოებით 2500 ადამიანი დაღუპული, მაგრამ ეს სავარაუდოდ უფრო დაბალი მონაცემია ვიდრე რეალურად. გამომდინარე იქიდან, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები მასებს ესურიან, უხსნიან ცეცხლს. ესეთია ეს ბოლო ინფორმაცია, რაც ყოველ შემთხვევაში დღეს დილას მოვისმინეთ შეერთებულ შტატებში. და ეს არ არის ცეცხლის გახსნა მხოლოდ იმიტომ, რომ დაშალონ მოსახლეობა თუ დაშალონ დემონსტრაციები, ცეცხლს უხსნიან იმიტომ, რომ ჩაახშონ დემონსტრაციები. ანუ ესვრიან თავში და ესვრიან ზედა ტორსოში, ანუ ფაქტიურად ესვრიან იმისთვის, რომ მოკლან ადამიანები, ხო. ერთი ეს, მეორე არის ის, რომ ასევე არის შემთხვევები, როცა ადამიანი
საავადმყოფოებში არ მიდიან, იმიტომ რომ საავადმყოფოები არის ესეთი რაღაც მეორადი სამიზნე ადგილები, სადაც ან აკავებენ მათ, ან დახმარებას არ უჩენენ, თავს იკავებს ხალხი საავადმყოფოში მისვლისგან და არის შემთხვევები, როდესაც ისინი უბრალოდ სისხლისგან იცლებიან. თქვათ სახლებში იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ მიდიან. და ასევე არის შემთხვევებთან ერთად არის უკვე მოლოდინი იმისა, რომ დაიწყება სწრაფი სასამართლოები, ეს ოფიციალური განცხადებებია ირანის ხელისუფლების, რომ იქნება სასამართლოები დაჩქარდება და დაჩქარებულ სასამართლოებს შედეგად მოჰყვება ჩამოხრჩობის განაჩენები. აი აქ უკვე იქ შევდივართ, უკავშირდება ეს ისევ ამერიკას, თუ ტრამპს ერთგვარად, თუ ტრამპის რეაგირებას, იმიტომ რომ გუშინ ტრამპს კითხეს ამ გადაწყვეტილების შესახებ და ტრამპმა თქვა, რომ თუ ადამიანების ჩამოხრჩობა დაიწყო, ეს ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რას ნიშნავს კიდევ ერთხელ ეს, არ ვიცით და უნდა დავალოდოთ ვნახოთ. ძალიან ირანში ძალიან დაიძაბა ამ მდგომარეობა, შესაძლოა ტრამპი ასევე იმასაც ელოდება, რომ უბრალოდ აიათოლამ დატოვოს ირანი და წავიდეს ქვეყნიდან, ესაც არ არის გამორიცხული, მაგრამ რამდენად შეძლებს აიათოლა ამის გაკეთებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ის არ არის და მთელი თეოკრატიული რეჟიმია, რომელიც მართავს და შეიძლება ერთი ადამიანის წასვლას არც არაფერი შეიცვალოს. უნდა კიდევ ერთხელ დავალოდოთ და ვნახოთ. შაჰის შვილი, რომელიც ძალიან აქტიურად არის ამ ყველაფერს ჩართული, როგორც ჩანს, მას ასევე აქვს კავშირი თეთრ სახლთანაც, ის მოუწოდებს მომიტინგეებს, როგორც ჩანს ჯერ ისევ თუ მზარდი მხარდაჭერა აქვს მას უშუალოდ ქვეყნის შიგნით, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიც დაანონსა დემონსტრაციები, იმდენი ადამიანები გავიდნენ ქუჩაში. როგორ გაგრძელდება ეს არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება ეს უნდა გეკითხათ ეხლა, მაგრამ ინფორმაცია ფაქტიურად არ გამოდის, ძალიან ცოტა ოდენობით გამოდის ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტური სიბნელეა ეხლა ინტერნეტის მიმართულებით. ერთი კითხვა მინდა, მკითხულობდი, რომ თითქოს ვითკობს შეხვდა პრინცი და ანუ ეს მე შემოხტობლო თუ რამე სხვა წყაროებიც არსებობს, რაც შენ მანდ ამერიკაში გაგიგე და გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან თვალშეცემი და ყურში მომხვდა, რომ ტრამპის იქსი იყო, მე მგონი, რომ დაიმახსოვრეთ მკვლელების სახელები და გვარები და ისინი დაიშებიან და ზუსტად იგივე ფრაზა ქონდა პრინცსაც მის ბოლო მოწოდებაში, რომ გააგრძელეთ პროტესტი და დაიმახსოვრეთ სახელები და გვარები, რაღაცა დაულინკე ეს ორი ფრაზა ერთმანეთთან. კი, ზოგადად ბოლო განცხადებები ფეხლების ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია თითქოს. კი, მე სამწუხაროდ არ მინახავ შვიდკოფის შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ ინფორმაცია იმაზე, რომ პრინცი თეთრ სახლთან ხაზია, ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. და ვიტკოფი, ცხადია, წარმოადგენს თეთრ სახლს, არის რა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სამშვიდობო პროცესებში მთელ მსოფლიოში, ხო. ინტერნეტთან დაკავშირებით არის ასევე საინტერესო, ილონ მასკიც გამოეხმაურა ამას და თქვა, რომ მიუღებელია და ეს ასე არ დარჩება, რადგან გავრცელდა ცნობები, რომ თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ მან Starlink-ის საშუალებით მიაწოდა ინტერნეტი ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ მასთან შეერთება და რეჟიმმა ასევე გათიშა Starlink-ი. დეტალურად ტექნიკურად ნამდვილად ვერაფერს დავამატებ ამას, გარდა იმისა, რომ განცხადება მასკმაც გააკეთა და თქვა, რომ ეს ასე არ დარჩება. საუბარია იმაზე, რომ ჩინეთი და რუსეთი ტექნიკურად ეხმარება, რომ ეს სიგნალები ჩახშობა მოხდეს ირანს. 80%-ზე აიყვანეს და გარდა ამისა, რეიდები ტარდება იმისთვის, რომ ამოიღონ და აჩვენეს ირანის სამთავრობო მედიამ აჩვენეს კადრები, როდესაც იყო ამოღებული ეს მოწყობილობები და ამაზე არის კიდევ ცალკე ამბავი. ძალიან დიდი ნადირობა მიდის მაგაზე. გარდა მაგისა, სატელიტური თეფშების დემონტაჟი მიდის სახურავებიდან, იმისთვის რომ ხალხმა არ მიიღოს ინფორმაცია. მარტო გამოსვლაზე არ არის საუბარი, რომ იქიდან არ გამოაღწიოს. ინფორმაცია არ უნდა მიიღონ, მათ შორის რომ დიასპორა აქტიურობს. და ასევე შიდა კომუნიკაციისთვისაც ალბათ, რაც უფრო მეტად კომუნიკაცია,
მოსპეს ფაქტობრივად ტელეფონებით ვერ უკავშირდება ხალხი ერთმანეთს. კითხვა მაქვს ასეთი ია შენთან. რა კარტები აქვს აიათოლას? აი ეს არის ძალიან საინტერესო რომ ვისაუბროთ ზაფხულთან მიმართებით, ანუ ივნისამდე რა შეიცვალა, ხო? ანუ Midnight Hammer-მა რა შეცვალა მოლაპარაკებების და აი ამ ვაჭრობის თვალსაზრისით მით უმეტეს იმ ფონზე რომ ნახეთ რომ მცდელობა ქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს ქონდა ესეთი განცხადება ირანის რომ ჩვენ რაღაც თითქოს მოლაპარაკების მცდელობა იყო ამას მოყვა მწვავე რეაქცია ხალხისგან და მოუწოდებდნენ ტრამპს რომ არ გინდათ არ ქნათ ისინი დროს წელავენ და შემდეგ ნახეთ საბოლოოდ გუშინდელი განცხადება რომ ტრამპმა თქვა არა მე შევწყვიტე ყველანაირი თქვათ მოლაპარაკება აი ეს რაზე მიანიშნებს თქვათ და ახსნათ რა მდგომარეობაში ახლა რეჟიმი ირანის გამომდინარე იქიდან რომ რაღაც ბირთვული თემა ირანის ყოველთვის არის სასაუბრო და მოლაპარაკების თემა ერთი კარტი რაც აქვს სავარაუდოდ შეიძლება იყოს ეს რომ შესაძლოა ყველაზე დიდი დათმობა რაზეც შეუძლია ირანის რეჟიმს წავიდეს არის ის რომ უარი თქვას მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე. შეერთებული შტატები და ადმინისტრაცია აცხადებს იმას რომ გაანადგურა ირანის ბირთვული შესაძლებლობები რაც არ დასტურდება გაანადგურა რამდენიმე ნაგებობა თუმცა ისიც არ ვიცით ბოლომდე ნამდვილად ბოლომდე განადგურდა თუ არა ეს ნაგებობები. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი წილი არის დეზინფორმაციის ირანის მხრიდან ამბობენ რა რომ სხვაგან გადაიტანეს უკვე გადატანილი ქონდათ და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტი რომ შესუსტა მნიშვნელოვნად შესუსტა ეს მათი პროგრამა ძალიან ცხადია. ეს არ ნიშნავს იმას რომ ბირთვული პროგრამა აღარ აქვს. აი ეს მოლაპარაკებაში სწორედ ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი თემა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ დროისთვის მაინც ჩაიშალა, თუ ჩაიხურა და ახლა უნდა სხვა უბრალოდ ვერ ხედავ რა შეიძლება იყოს რეჟიმის შეთავაზება. ესეთი ბევრი დიდი კარტი არ აქვს საბოლოო ჯამში. ირანს. ასევე რა თქმა უნდა რეჟიმი აგრძელებს ძალიან აგრესიულ ტონს შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან მიმართებაში. ეს რა თქმა უნდა არ ეხმარება მათ იმაში რომ რაღაცა კიდე ხელი გაუწოდონ, მაგრამ ის რომ უკვე მასიურად დაიწყეს ხალხის ხოცვა, ეს ფიქრობ რომ ტრამპს ძალიან გაუჭირდება ნებისმიერი სახის რაღაცა ირანის კომპრომისზე დათანხმება ამ წითელი ხაზის გადალახვის მერე, რომელიც მან, რა ვიცი, არაერთხელ ამ ბოლო დღეებში არაერთხელ გააჟღერა. ბევრი კარტი მე არ მგონია რომ კონდეს ირანს, უბრალოდ რეგიონული მოთამაშეები რას იზამენ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ მაგაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, ვიდრე უშუალოდ ირანის შემოთავაზებებზე. რამე სხვა ინფორმაცია ვრცელდება ირანთან დაკავშირებით, მან თუ აქ ყოველ შემთხვევაში ბირთვულის მიღმა სხვა სასაუბრო თემა არ არის ნამდვილად. კი ბატონო. და ხაზგასმა იმაზეც ხდება, რომ ამ ზაფხულის ოპერაციამ მათი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დააზიანა და შეასუსტა და კი იმუქრებიან ისინი, რომ 500 ბალისტიკურ რაკეტას გავისვრი. და ხედავთ, რომ შტატებმა დაიწყო ბაზებიდან, რეგიონში არსებული ბაზებიდან გაყვანა ცოცხალი ძალისას და ასევე ნახე ნიუსი, რომ იქ საფრენ აპარატებზეც იყო საუბარი, რომ გადაყავთ, ასე ვთქვათ. ხდება ეს მოძრაობა იმისთვის რომ რეალურად როგორც ჩასხედავენ საფრთხეს რომ პრინციპში კუთხეში მიმწყდებულმა რეჟიმმა შეიძლება მართლაც გაისროლოს აი ამის რისკები რამდენად არსებობს ხო ცა ბოლოს როცა ისრაელზე იყო თავდასხმა როცა ირანმა და რაოდენობა მახსოვს არ მახსოვს უკაცრავად რაკეტების რომელიც ირანმა ისრაელის წინააღმდეგ გაისროლა, შეერთებულმა შტატებმა, რა ვიცი, 99% იმ რაკეტების ჩამოაგდო, ისე რომ ადგილზე არ ყოფილა შეერთებული შტატები. ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდება, იქნება ის, რომ მოხდეს ისრაელის დაცვა 100%-ით ამ შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს უშუალოდ ირანისგან დიდი საფრთხე ნამდვილად არ ელოდება.
უამრავი სხვადასხვა ბერკეტი აქვს შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უშუალოდ საკუთარ მიწაზე გამოსროლილი ირანის რაკეტები შეაჩეროს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ისრაელი გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაშია უბრალოდ სიახლოვიდან გამომდინარე. და სიმცირიდან გამომდინარე. რომ რკინის გუმბათის ბატარეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზავადყოფნის რეჟიმში მოჰყავთო. ისრაელიდან ბოდიში შეგაწყვეტინე ამ წუთის ინფორმაციაა. ყველაზე დიდი საფრთხე ვფიქრობ ეგ იქნება. თან ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ნეთანიაჰუ ტრამპთან იყო ახალ წელს მარალარგოში, რაც ირანის ავარაუდოდ ერთ-ერთი სასაუბრო თემა იქნებოდა მათ შორის დარწმუნებული. ასე რომ ბევრი დიდი სიცხადე არ გვაქვს გადაცემის ეთერში გასვლის დროს ნახოთ სად ვიქნებით. რომ არ დაგიმალოთ მიუხედავად ის რომ ძალიან სასტიკი მოვლენები ვითარდება ირანში, მე არ ველოდები რომ თუნდაც კვირის ბოლომდე იქ რაღაცა გადამწყვეტი ამბები მოხდება. იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ითრევს ტრამპი ფეხს ამ დრომდე. რადგან 2-3 დღე არსობრივად ვერ შეცვლის მდგომარეობას, თუნდაც ჯარების გადაადგილება, გადმოადგილება, უსაფრთხო ადგილების გაყვანა, ისრაელისთვის მეტი გარანტიების მიცემა 2-3 დღე არ იყოფა. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ უახლოეს 2-3 დღეში რაღაცა გადამწყვეტს ნახავთ. უბრალოდ მე კარგად ვერ ხვდები იგივე რაც შენ აღნიშნე, ხო, ახლა რა შეიცვალა ზაფხულის მერე ისეთი, რომ თუნდაც მსგავსი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა, გადაუფრინდა დაბომბა, წამოვიდა თუნდაც იმიტომ, რომ აი ეს რეჟიმის ძალები გაიფანტოს, სხვა რაღაცაზე გადავიდეს ყურადღება, ანუ განსხვავებული რა უნდა ისროლოს ახლა ირანმა და რატომ ახლა და მაშინ ზაფხულში რატო არ ისროლა, ამას კარგად ვერ ხვდები, რატო ითრევს ახლა ფეხს. და პარალელურად ბრიუსელზე გადავალ. ოკეი. ისროლა, ანუ შეერთებულ შტატების ინტერესების წინააღმდეგ თუ? ხო, გულისხმობა. მაშინ უბრალოდ ვერ დააფიქსირეს. არ მესმის და ეხლა რატო შეძლებს დაფიქსირებას, ხო, ანუ ტექნოლოგიებით არ გაუმჯობესებულან, ახალ შეიარაღებას ამ რამდენიმე თვეში ვერ შეიძენდნენ და ვერ გამოიგონებდნენ, ანუ ის აქვს, რაც ჰქონდათ, ხო? და თუ კი რაიმე სერიოზული სროლა შეეძლოთ, თუნდაც ისრაელის მიმართ. რატო მაშინ არის როლის რატო ეხა ისვენ მე მაინც გონია რომ რაღაცა ხო და მეც გონია რომ ამ ტრამპიც რაღაცა სხვა სიგნალებს ელოდება ვიდრე აი თუნდაც აი ეს ამბავი რა და ევროკავშირიდან რა გამოხმაურებები გვაქვს შემხვდა თუ სწორედ მახსოვს რაღაც ახალ სანქციებზე საუბარი რამდენად ექცევა ზოგადად ევროკავშირში ყურადღება ირანის თემას იქიდან გამომდინარე რომ გრენლანდია ძალიან ცხელი აქვს და უკრაინის დახმარება ძალიან ცხელი აქვს და ამერიკასთან ცოტა დაძაბული ურთიერთობები ძალიან ცხელი აქვს და თუ იცლიან დამატებით კიდე ირანისთვის. ხო, წინა გადაცემაში ეგ თქვით რომ რაღაც ევროკავშირი თავიდან მაინც ისე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და აქტიურად არ საუბრობდა ამ თემაზე, ზუსტად იქედან გამომდინარეც რომ თავისი დღის წესრიგით ძალიან დატვირთული აქვს, თუმცა იმ მოვლენებმა, რასაც ჩვენ ვხედავთ ასეთ ბრუტალურ ქმედებას ირანის ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგან საპასუხო განცხადებები გამოიწვია. კონკრეტული ნაბიჯი შეგვიძლია ვთქვათ იყო ის, რომ ახლა სადაც მე ვიმყოფები ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას გადაწყვეტილებით ევროპარლამენტის ვერცეს შენობაში ვეღარ შემოვა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი და დიპლომატები, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. კაია კალასმა გააკეთა განცხადება, რომ ამზადებს სანქციების შეთავაზების პაკეტს და უკვე შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან ირანის მიმართებით არსებული სანქციებისა, იქნება გამზადებული სასანქციო პაკეტი და უნდა ველოდოთ, რომ მიღებული იქნება და ალბათ აქ ნამდვილობას არავინ არ გაუწევს ამ ვითარებაში. ნატოს გენერალური მდივანი იყო გუშინ ფორუმზე ევროპარლამენტში და მან დაგმო ეს ქმედებები, თუმცა ვთქვათ ნატოს რაღაც ჩართულობაზე არაფერი უსაუბრია და ახლა აი ევროკავშირის მხრიდან განცხადებების
დონეზე არის და ვითარების მონიტორინგის დონეზე, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ის როგორც უსწორდებიან და საშინლად ექცევიან მოქალაქეებს ირანში. ამაზე ლაპარაკიც არ არის, რა თქმა უნდა. ვიცით რა, რატის რეპლიკას გთავაზობთ რომ დაუბრუნდეთ, ანუ ეგ საკითხი რო გავშალოთ რა, რატომ არის როლეს საფხულში და რა შეიცვალა ახლა. ანუ მე რო ვიხსენებ მაგ პროცესებს, ანუ მაგ დროს ამერიკის პოზიცია იყო ესეთი, რომ ჩვენი მიზანი არის ბირთვული შესაძლებლობების განადგურება და ნაკლები აქცენტი კეთდებოდა რეჟიმის ცვლილებაზე. კი იყო მოწოდებები, რომ გამოდით ხალხო ქუჩაში, მაგრამ პრინციპში არასერიოზულად გამოიყურებოდა იმ ყველაფერი, იმიტომ რომ 12 დღე დაბომბვა მიდიოდა სრულმასშტაბიანი და ამ დროს წარმოუდგენელი იყო ხალხის ქუჩაში გამოსვლა. თითქოს ეგ ყველაფერი აი რეჟიმის ცვლილებასთან მიმართებით დარჩა ესე თავის ნებაზე, თვით დინებაზე მიშვებული. მაშინ ესეთი შთაბეჭდილება დარჩა, არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ ამის მერე როგორც ანუ მე ესე ვხედავ თითქოს ანუ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი დაეთმო ამაზე მუშაობას, რომ იქ მომხდარიყო პოლიტიკური ცვლილება და იმ ხალხმა, ვინც ეს უნდა მოახდინოს შიგნიდან, დაიწყო ამაზე მუშაობა. იგივე ეს ფეხლების გააქტიურება მაშინ მაგ პერიოდში არ განიხილებოდა ესე ვთქვათ თავარ ოპოზიციურ ძალად, ასე ვთქვათ, მაგრამ დღეს ხედავთ რომ ირანის ქუჩებში ხალხი სკანდირებს მის სახელს. პირდაპირ დიდება შაჰს, დიდხან სიცოცხლე, ფეხლები დაბრუნდება, ეს ბოლო ბრძოლა ყველა აქციაზე, სადაც ვნახულობთ მასალებს, რაც გამოდის, ისმის ეგ ფრაზები. და ფაქტია რომ ეს მხარდაჭერა გაიზარდა. ანუ რაღაცნაირად მგონია რომ მაშინ ირანის რეჟიმს ეგ განცდა ჰქონდა რომ მას ცვლილების საფრთხე არ ჰქონდა რეალური, ანუ მათი ჩამოშლის რისკი ნაკლები იყო. ისინი შეძლებდნენ მიუხედავად ამ მარცხისა, რაც განიცადეს რეჟიმის შენარჩუნებას და ახლა არის მაგ მხრივ შეცვლილი მოცემულობა. ანუ შენ გონია რომ ბალისტიკურ არსენალში აქვთ რაღაცა რაც მაშინ არ გამოუყენებია, იმიტომ რომ როგორც მაშინ რაც გამოიყენეს პრაქტიკულად ყველაფერი 100%-ით არა. ამაზე იწერება ბევრი რომ მათ შეძლეს, ნუ ნაწილი შეინარჩუნეს მაშინ და გარდა ამისა გააუმჯობესეს კიდევაც, ანუ არსენალი. და ყოველ შემთხვევაში ესე არ არის რომ ისინი უიარაღოდ არიან ახლა და არ შეუძლიათ პირობითად იმ 500 ბალისტიკური რაკეტის გასროლა. მაშინ რატომ ემზადება ასე გამალებით ისრაელი თუნდაც ამ ლოგიკით რომ შევხედოთ და რატომ ხდება ყველა ნორმალური სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს, მათ შორის აქაც უნდა დუღდეს წესით და რიგით, თუ ვინმე რამე მოეკითხება, აქ ძალადობა და უნდა დუღდეს რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ხო ირანი საქართველოსთან და რეალურად მართლა სხდომაზე უნდა იყოს, მაგრამ არც უშიშროების საბჭოა და არც ის ანუ თქვენი რეპლიკაც რო გავაგრძელო ზაფხულის მერე რა შეიტანა მაშინ არ იყო ხო ამოცანა ის რომ რეჟიმის ცვლილება მომხდარიყო და არც არავის უნდოდა ეს ამბავი მაგრამ თვითონ სისტემა მიქ ამოწურა თავისი თავი ხო ანუ ხამენეიმ ამოწურა თავი უბრალოდ არ არის ახალი სისტემა ჯერჯერობით ხო ანუ პრინციპს რო ჩავიდეს ის სისტემის ცვლილებას დაჭირდება ძალიან ბევრი დრო. სხვათა შორის ის ახსენებს ეგეთ გარდამავალ ტრანზაქციულ პერიოდს. ის გამოსვლებს თუ ნახავთ, ის ახსენებს ამ ფრაზას და ამაზე მიდის როგორც ჩანს მოლაპარაკებები. გარდამავალი ეტაპი აუცილებელი იქნება, არჩევნები იქნება ძალიან ბევრი, ძალიან დიდი წვლილი მოვა მეჯლისზე, უზარმაზარი წილი პასუხისგებლობის ექნება ჯარს, ირანულ ჯარს და არა უშაგებს. და არ დაგვავიწყდეს ისიც რომ ეს გამოსვლა ახლანდელი გამოსვლა ბევრად განსხვავებული არის თავისი მიზეზით წინა გამოსვლებისგან იმიტომ რომ აქ პირდაპირ სოციალურ ნიადაგზე გამოვიდა ხო ანუ მაშინ ხო ვაჭრები და აი ეს ბაზარი გამოვიდა იმიტომ რომ $1 მაშინ იყო დაახლოებით 1.5 მილიონი რეალი ხო ახლა რამდენადაც ახლა არის 1.5 მილიონი მაშინ იყო მილიონამდე ახლა არის ხო მაგას ვამბობ ახლა არის რა და უზარმაზარი ინფლაცია ეს სანქციების ფონზე თან და ამბობენ რომ ჩრდილოვანი ფლოტის რამდენიმე გემიც არის დაკავებული რამაც გამოიწვია მყისიერი რეაქცია ესე იგი პირდაპირ აისახა სოციალურ მდგომარეობაზე ხო ანუ თუ კი თავის ნედლეულს ვერ ყიდის ვერ გააქვს ვერსად იქ არანაირი ის არ არის რა ქვია ვაჭრობა და ასე შემდეგ და სხვათა შორის ეს ყველაფერი ჩვენზეც ისახება ანუ ირიბი ასახვა საქართველოსაც არის იმიტომ რომ როცა არასწორი მეგობრები გყავს არასწორ მეგობრებთან ერთად
საქართველოს გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები აქვს ირანთან განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში. ანუ რა თქმა უნდა ეს ამბავი საქართველოსაც არის. აეროპორტის გზაზე თეთრი ირანული ქვები. კი და კიდე ერთი ახალი ტარიფებით შეეხება, ხო, ესე გამოდის. ყველა ვარიანტში შეეხება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება უკრაინაზე, იმიტომ რომ შაჰიდები უნდა წავიდეს, ხო? ანუ რუსეთში და უკრაინის წინააღმდეგ და ეს და პლუს რაკეტებიც. არ დაგვავიწყდეს, ხო? ანუ ეს ყველაფერი ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ველით ყველა სულ მოუთქმელად რა იქნება და რას გააკეთებს შეერთებული შტატების საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იქ სისტემა არის აბსოლუტურად დეგრადირებული და კიდე ერთი რაღაცა ირანთან მიმართებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, არ დაგვაუწყდეს რომ ირანის გავლენა საქართველოზე არის საკმაოდ მაღალი. არ დაგვაუწყდეს რომ ჩასული იყო ირაკლი კობახიძე თეირანში და იდგა იქ, ხო? ანუ მაგას ფიქრობდი ნეტა პანაშვიძე ვინმეს თუ გაუშვი. არ დაგვაუწყდეს ისიც რომ ქვემო ქართლში აი ამ რამდენიმე თვის წინ აქციაზე გამოჩნდა პოლიტიკური პლაკატები, რაც აქამდე არ ყოფილა, ხო? ანუ ხამენეის პლაკატები იყო, აფრიალეს ეს პლაკატები. რამდენიმე თვის წინ, ხო, ზუსტად. ანუ ეს ყველაფერი პირდაპირ ასახვას პოვებს საქართველოს აუცილებლად. კი ბატონო. მოდი, რადგან წავედით ვისზე როგორ აისახება, ხომ არ ვისაუბროთ რუსეთზე რა გავლენას მოახდენს და ვისაუბროთ ასევე ახსენებდა რომ რეგიონის ქვეყნები, საუდის არაბეთი და სხვები არიან რაღაცნაირად წინააღმდეგობაში, ვიდრე დავიწყებდით ჩაწერას ვკითხულობდი რომ თუ არ ვცდები საუდის არაბეთმა უარი თქვა ჩართულობაზე სამხედრო კომპონენტში თუ იქნება ამის საჭიროება, აცნობეს ირანის ხელისუფლებას რომ ჩვენ არ მივიღებთ არანაირ მონაწილეობას და ჩვენი მხრიდან არაფერი არ იქნება. რატომ ხდება არათუ მონაწილეობას არ მიიღებენ, უარს ამბობენ რომ გაატარონ კი. ანუ ეს მნიშვნელოვანია. თავს იკავებენ პირიქით ხელსაწყო საჰაეროსივცეს არ ხო, ანუ მათი პოზიცია გასაგებია, ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდა ვახსენოთ, ეს არის ნავთობის ფასები, მთავარი ამბავი, ანუ ვიცით რომ ირანიდან ძალიან დიდი რაოდენობით მთავარი გასაღების ბაზარი არის ირანისთვის ჩინეთი, რომელიც იაფად ყიდულობს ამ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ნავთობს და ჩინეთის პოზიცია ჯერჯერობით არის სიჩუმე, ხო, ფაქტობრივად ისინი არ აქტიურობენ დეესკალაციისკენ მოუწოდებენ მხოლოდ და ხო ელოდებიან მოვლენები როგორ გავითარდება. რეგიონის ქვეყნები იმიტომ აქტიურობენ რომ არ უნდათ ესკალაცია, რომ თუ ირანი ვეღარ გაყიდის ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ჩინეთში ნავთობს, ამ შემთხვევაში მოეხსნება სანქციები, თუ შეიცვალა რეჟიმი, ის დაბრუნდება ბაზარზე. დაბრუნება ბაზარზე გამოიწვევს უფრო ჭარბ პროდუქციას და გამოიწვევს ფასების ცვლილებას. დააგდებს უფრო მეტად ფასს, რაც თავისთავად სხვა ნავთობმომპოვებლებისთვის არ არის ინტერესის ობიექტი, რომ ფასი დაეცეს, მაგრამ ჩვენ აი აქედან შეგვიძლია რუსეთზე წავიდეთ, ანუ ნავთობზე ფასის დაცემა, გარდა იმისა, რაც გიორგი მახსენა, რომ კომპონენტები სამხედრო იგზავნება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთისთვის, რომელიც ისედაც არის კრიზისში და ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა ბარელზე ფასმა რუსული ნავთობის. ხო, აი ამ მხრივ ალბათ აი ეს რესურსი არის მთავარი განსაზღვრელი მათი პოზიციების, რა ვინ როგორ პოზიციონირებს ახლა. რუსეთი, ხო, რუსეთის პოზიციაზე რა შეგვიძლია ვთქვათ? გმობენ. ვენესუელას ნავთობი, ირანული ნავთობი და რა თქმა უნდა ახლა ეს ყველაფერი ჩინეთს, ანუ არა თუ რუსეთზე, არამედ პირდაპირ ჩინეთზე აისახება, ხო, ანუ საბოლოო ჯამში რაც არის იდეაში მიზანი. ტრამპის მიზანია, რომ რუსეთს აღარც თulis რუსეთსაც შეეხება გარდა ნავთობისა ის ძალიან ბევრი მეგობარი პუტინს არ ყავს. მადურო უკვე გამქრალია. თუ კი ახლა ასადის რეჟიმი აღარ არსებობს. თუ ახლა ირანის გამოიცალა, ანუ მეგობარი, ანუ ვიზეც თვითონ შეიძლება გავლენა ქონდეს, ეგეთი პრაქტიკულად აღარ რჩება, იმიტომ რომ ჩინეთს ნახე, არც ჩრდილოეთ კორეას და არც ჩინეთს მე მაგ კონტექსტში არ განვიხილავ, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთი მით უფრო მისი უფროსი მეგობარია. ანუ ვინსი უფროსი მეგობარიც პუტინი იყო, ის ხალხი ნელ-ნელა ქრება. ეხლა რჩება მას მეგობრები, თუმცა ის მათი მცირე ძმა არის.
თუკი ხო და ამიტომ ეს პუტინისთვის ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირდაპირ იშლება ვერტიკალი, ხო? ანუ ჩრდილოეთის სამხრეთის ვერტიკალი, რაზეც იყო მთელი ეს გეოპოლიტიკური მისი ხედვები და რაღაც დაფუძნებული, ეს ყველაფერი იშლება. ხო, თუ ამოაძრეს და სავარაუდოდ ამოაძრობენ, აუცილებლად ეგრე იქნება. იას ხომ არ დავამატებინოთ თუ უნდა დამატება და თუ არ ვცდები დროში შეზღუდულია და გრძნობ ცდილობს რომ დროულად წავიდეს ესეთი ვაიბები მოდის იასგან მაგრამ საინტერესო საუბრობდით არ ჩაგეჭერით აიათოლა ძალიან საინტერესო ამბავია და ვფიქრობ ეგ გადაწყვეტს რამდენად შენარჩუნდება რეჟიმი ირანში ის გადაწყვეტს როგორი იქნება შედეგები რუსეთისთვის და ჩინეთისთვის ასევე სხვა რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთადაც აიათოლა ირანს მართავს უკვე 37 წელია 99 წლიდან არის ქვეყნის სულიერი ლიდერი და ნუ რა თქმა უნდა მას ექვემდებარება გვარდია IRGC გუშაკ რევოლუციის გუშაკთა კორპუსი ხო რომელიც არის აბსოლუტურად დაუნდობელი ძალა, ყველა დემონსტრაცია ჩაახშო, ერთი სხვათა შორის ეს ბაზარი ახსენეთ თქვენ დასაწყისში, ერთი ისევ ბაზრიდან დაწყებული თუ ეს საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული საკითხები, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, საკვებზე გაძვირებულმა ფასებმა დაიწყო თავდაპირველად ეს ყველაფერი. ირანის რევოლუციის დროსაც ზუსტად დაახლოებით იგივე სცენარით ვითარდებოდა, როცა ზუსტად საყოფაცხოვრებო თემი და ისევ ბაზრიდან დაიწყო. ის მოვლენები და ექსპერტები ამბობენ იმას, რომ რაღაც ერთგვარად განსხვავებულია ეს და ირანის ისტორიიდან გამომდინარე სავარაუდოდ ამას უფრო დიდი შედეგები მოჰყვა, ვიდრე სხვა ახლა უკვე ჩახშობილ დემონსტრაციებს მოყვა. ერთია, როცა რეჟიმის შეცვლაზე და ტრამპის სავარაუდო მოქმედებებზე ვსაუბრობთ, გუშინ გაკეთდა, გუშინ შეიკრიბა ეროვნული უშუალოების საბჭოს შედგა შეხვედრა, სადაც იყო საუბარი იმაზე, რა თქმა უნდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა მედიაში რა ინფორმაციაც გამოვიდა, იყო ის, რომ შეერთებული შტატები უყურებს ყველა შესაძლო ვარიანტს, რაც ასევე არ არის გასაკვირი ალბათ, მაგრამ ეს რაღაცა დეტალებში თუ ნიუანსებზე საუბრისას საუბარი იყო, რომ შესაძლოა გქონდეს შეერთებულ შტატებს სამიზნეების სია და არა ის, რომ თქვათ მთელს ქვეყანაში რაღაცა სამხედრო საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს, არამედ უშუალოდ სამიზნეების სია და მაშინ მაგალითად ჰქონდათ მოყვანილი, რომ აი ჩვენ ხო ნახეთ თქვათ როგორი ესეთი ქირურგიული სიზუსტით ჩაატარა ისრაელმა რამდენიმე ისეთი ოპერაცია, როცა უშუალოდ მხოლოდ ის ადამიანები გაანეიტრალა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თქვათ იქნებოდა ეს ჰამასი, ჰეზბოლა თუ ირანის ბირთვული პროგრამის მეცნიერები თუ რამე სხვა. ასე რომ არ არის გამორიცხული ის, რომ აიათოლა უკვე არის მოქცეული რაღაცა ფორმის იმას crosshair-ი როგორ არის ეს სამიზნეში და ალბათ რაღაცა ესეთი ტარგეტირებულ იქნება ეს დრონები თუ შესაძლოა უფრო დიდი ძალითაც მოხდეს რაღაცა ოპერაციების განხორციელება და როცა ჩატარდება ოპერაციები ჩვენ მე მგონია რომ მერე შევიტყობთ და წინასწარ არ გვეცოდინება რა დროს რა შეიძლება დაიწყოს. დრონებს უფრთხილდით რომ ლინსი გრემის პოსტი იყო თუ არ ვცდები, დრონებს უფრთხილდით თუ ასეთი მინიშნება იყო გაკეთებული. სამიზნეებს რახან საუბრობთ და სანამ ია გავა კიდევ ერთ სამიზნეზე საუბრის გარეშე ვერ გავუშვებთ იას. რა თქმა უნდა გრენლანდიაზე არის საუბარი. ბოლოს ხა გზაში ვიყავი რომ კითხულობდი რომ რუბიოს დაევალა რომ 700 მილიარდად თუ სწორად მახსოვს იყიდოს გრენლანდია. რა ხდება მან? საკმაოდ რთულია ჩვენ წინა გადაცემაზეც თუ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე უკვე. ძალიან რთული სიტუაციაა საბოლოო გრენლანდიასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ტრამპის ძალიან ახლო მოკავშირეები
ფაქტიურად გამორიცხავენ იმას, რომ გრენლანდიაში შეიძლება რაღაცა ფორმის სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ამერიკამ. ყველა დიდი მეც გამოთქვამს და ამბობენ, რომ არა ეს შეერთებული შტატები არასოდეს იზამს. და ასევე არის კეთდება განცხადებები, რომ აი მაგალითად გენერალმა კეინმა გააკეთა გუშინ ასეთ განცხადება, რომ ტრამპი ამას იყენებს როგორც მოლაპარაკების ბერკეტად, იმისთვის რომ მიიღოს საუკეთესო პირობები. ამის საპირწონედ ისმის, რომ რაღაცა საუკეთესო პირობები გრენლანდია ამბობს, რომ მობრძანდით და გააკეთეთ რაც გნებავთ, ის ყველაფერი გააკეთეთო. ტრამპი იმას ამბობს, რომ თუ არ გეკუთვნის რაღაცა, ნახავდით ალბათ ამ განცხადებას გასულ პარასკევს, თუ არ ფლობ რაღაცას, მაშინ ისი არ იცავ როგორც ნაქირავებს და ამიტომ შეერთებული შტატები უნდა ფლობდეს გრენლანდიას და თუ ჩვენ არ ვართ მფლობელები, მაშინ თუ რუსეთი და ჩინეთი აპირებენ გრენლანდიის ოკუპაცია ზუსტად ესე ალბათ მე სხვანაირად ვთარგმნიდი დაკავებას უფრო მეტად ალბათ ვიდრე ოკუპაციას აპირებენ მის დაკავებას და თუ ჩვენ არ დავიკავეთ მანამდე მაშინ ისინი დაიკავებენ ასეთია რაღაცა ეს ტრამპის გრენლანდიასთან მიდგომა საინტერესო ის არის რომ რაც ამბობდა დიდი ფული შესთავაზონ კი ამბობს ამას რომ ჯერჯერობით პარასკევსვე თუ წინა კვირას თქვა რომ ფულზე აქ ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი ახლა ვრცელდება ინფორმაცია რომ თურმე ფულზე არის ლაპარაკი 10,000-დან 100,000-მდე თუ რაღაცა თანხას თავაზობენ თითოეულ მოსახლეს რაც არის დაახლოებით 56,000 გრენლანდიის მოსახლეობა მაგრამ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა კვირის დასაწყისში და თქვა რომ იმას რომ ამერიკის ნაწილები ვიყოთ გვერდჩევნია რომ დანიის ნაწილები ვიყოთ არ მივდივარ ჩვენ და ტრამპმა მერე შედეგად ესეც გააკრიტიკა, რომ ეშო მისთვის ძალიან ცუდია ასეთი განცხადების გაკეთებაო. ძალიან რთული სიტუაციაა საბოლოო ჯამში, არავინ იცის რა მოხდება. დიდი მე პირადად და რა ვიცი ძალიან ბევრ მიმომხილველს აქვს იმისი დიდი იმედი, რომ თეთრ სახლში უბრალოდ რაღაცა გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი არა სამხედრო გზით, არა ოკუპაციით, არა ტერიტორიის ჩამორთმევით თუ რასაც აქამდე ვისმენთ ადმინისტრაციისგან, რომ ასე ამ ფორმით არ მოხდება ეს და ეს რეალურად რაღაცა მოლაპარაკებისთვის გამოყენებული რაღაცა ტაქტიკაა ტრამპის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, ნატოს, რა თქმა უნდა, მთლიანად ტრანსატლანტიკურ ერთობას, ალიანსის ერთობა აბსოლუტურად, რა ვიცი, ალბათ ჩამოინგრევა იმ შემთხვევაში თუ ტრამპმა სამხედრო ძალა გამოიყენა რაღაცა ფორმით, ასე რომ ირანის შემთხვევაში ვფიქრობ სიტუაცია ცოტათი უფრო მარტივია. ვიდრე გრენლანდიის შემთხვევაში, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცით რა გრძელვადიანი შედეგები მოხდება. ირანსაც მოყვება გრძელვადიანი შედეგები ცხადია, მაგრამ გრენლანდია აბსოლუტურად სხვა დონის საფრთხეა, ჩემი აზრით, დასავლური სამყაროსთვის. ცხადია, ირანის შემთხვევაში ცვლილებები შეეხება სხვა იმას რა ქვია, ნახევარსფეროს ასე ვთქვათ და სხვა ცივილიზაციურ არსებობას და ნატოსთან მიმართებაში სულ სხვას. მე აქ უბრალოდ ერთ სპირალზე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. პირველი შოკი, როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკას, გრენლანდია და კანადა უნდა იყოს შარშან ესტრო, ხო? მე მგონი. და მე ტრამპის ინაუგურაციის დღე იყო, როცა ეს მოვისმინეთ. მე თითქოს რაღაცა პაუზა აიღო, ამაზე ბევრი აღარ ვლაპარაკია, ეხა კანადა გაქრა, გრენლანდია ისევ გაჩნდა. მოკლედ, აქაც როგორც იად როგორც ჩვენ ხშირად ვამბობთ, დაველოდოთ რა მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ ესეთი რთული სიტუაცია იქნება. ვენესუელის მერე გააქტიურდა გრენლანდია, ანუ რაღაცა წარმატების შემდეგ რაღაცა ეგ ნიშანი ჩანს. აბა ნახოთ ირანში რა მოხდება, ეგ ალბათ მე მგონი იქნება მეწილად რაღაცების. აი, ვფიქრობ ია გაუშვათ. დავამშვიდობოთ ია. კარგად. მადლობა. კარგად. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწევოთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში და გავაგრძელოთ თემა, გავაგრძელოთ გრენლანდიაზე საუბარი არის უკვე ევროპული პერსპექტივიდან. იქ
ასე ვთქვათ, ჩვენ ნახეთ, რომ დანიის პრემიერ-მინისტრმა რაღაცა დამატებითი ძალები გადასხა, ასე კითხულობთ თითქოს შვედების დახმარებით რაღაც დამატებითი კონტინგენტი, მოკლედ ევროპა ემზადება პრინციპში უარესი სცენარისთვისაც, ხო შეიძლება ასე ითქვას. ეხლა არიან ჩასული სხვათა შორის გრენლანდიის და დანიის დიპლომატები თეთრ სახლში და გადაცემა რო გავა ეთერში უკვე დამატებითი დეტალები გვეცოდინება, ამიტომ მაყურებელს უთხრათ, რომ ახლა შეიძლება ბოლო ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ვერ ვაწვდით მათ იმ ინფორმაციას, რაც მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში, ისეთი ვითარება არის, რომ არც უნდა დღიათ ევროკავშირს, ევროპას თქვათ რაღაცნაირად გაამწვავოს ვითარება, რადგანაც ყველას კარგად ესმის, რომ ეს ნატოს შიგნითა ფორმატის ამბავიც არის, რადგანაც ყველა არიან ნატოს წევრი ქვეყნები, გუშინ ასევე მე ვისაუბრე, რომ ფორუმი იყო ბრიუსელში და სხვათა შორის ძალიან ემოციური და აი რაღაცნაირად ძალიან ისე უარყოფითად განწყობილი დანიელი დეპუტატები იყვნენ, ვინც მიმართავდნენ ნატოს გენერალურ მდივანს და პირდაპირ თხოვდნენ, რომ ნატოს პოზიცია დაეფიქსირებინა მარკ რუტეს გრენლანდიასთან დაკავშირებით და ზუსტად ასე პოზიციონირებდნენ, რომ დანიას და გრენლანდიის მოსახლეობაც ძალიან კარგად გრძნობენ ამ მოცემულ ვითარებაში და რაც ჩვეულებრივად ცხოვრობენ, აგრძელებენ და საერთოდ რომ არ ჭირდებათ რაღაც ესეთი ჩარევები. მარკ რუტე აღნიშნა, რომ ამგვარი სახის საკითხების გადაწყვეტა და ამაზე ლაპარაკი საჯაროდ არ შეიძლება და მას არ სურს, რომ საჯაროდ გამოიტანოს ის, რაც უნდა გადაწყდეს, თქვათ, ნატოს შიგნით, მაგრამ სხვათა შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის ეთანხმება დონალდ ტრამპს, რომ ისე არ არის დაცული ეს ტერიტორია, როგორც უნდა იყოს და მისი აზრითაც უფრო მეტად გამყარება და დაცულობა იქნებოდა უფრო უმჯობესი, რადგანაც მარკ რუტემ თქვა, რომ ნატოს მთავარი ამოცანა ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცულობა და ეს უსაფრთხოების ქოლგა და ისიც თulis, რომ არის გარკვეული საფრთხეები ჩინეთიდან და რუსეთიდან, თუმცა ეს როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ალბათ აქაც ელოდებიან ბრიუსელშიც, ნატოს შტაბ-ბინაშიც, რა იქნება დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ განვითარდება მოვლენები და წინა გადაცემაშიც ვთქვი, რომ ამ მხრივ ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ახლო მომავალში, წესით იანვარში, თებერვალში არის ხოლმე ნატოს მინისტერიალი და ამ ფორმატში თუ გადაინაცვლებს ეს საკითხი, ასე რომ ძალიან აქტუალურია ეს თემა, როგორც ნატოსთვის, ისე ევროპისთვის, სწორედ იმიტომ, რომ არ მოიშალოს ეს ჩრდილოატლანტიკური და ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რაც ზუსტად ბექა შენ ამბობდი, რომ პრინციპში ახლა სახეზე არის რუსეთის დასუსტება და ამ ნაბიჯით საერთოდ ალბათ არ იქნებოდა კარგი, რომ რაღაცნაირად აი ეს რუსეთის დასუსტება ამ ქმედებებით მეორეს მხრივ შიდა დაპირისპირებაში გრენლანდიის საკითხმა, ხო, იმიტომ რომ დასუსტებაში, რუსეთის დასუსტებაში უკრაინის თემაც უფრო ისე შემოიჭრა ამ მოლაპარაკებების ფონზე და დღეს კიდევ ერთხელ მაგალითად სერგეი ლავროვმა აი ძალიან ხაზი გაუსვა კოლექტიურ ბრიუსელს და აი ძალიან ცუდად ჩაარტყა კუშნერის და ვიტკოფის პარიზში ყოფნას და რაღაც შეხმატკბილებულ ევროპელების და ამერიკელების შეხმატკბილებულ საუბარს და თქვა, რომ ამ კოლექტიური ბრიუსელის მიზანი არის, როგორც არ უნდა იყოს შეძლების დაგვარად ფაშისტური რეჟიმის შენარჩუნება კიევშიო, ასე რომ გრენლანდიის პრობლემა საერთოდ არ წაადგება ამ რუსეთის შესუსტების. ტრამპმა რაც არ უნდა იძახოს, რომ თუ მე არ დავიკავებ გრენლანდიას, რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ გრენლანდიასო და
რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად რაც არ უნდა შეაფასოს, ფაქტობრივი მოცემულობაც იქნება არის ის, რომ თუ კი იქ კონფრონტაციაში გადაიზრდება მოვლენები, თუ კი ამით ვინმე ისარგებლებს, იქნება რუსეთი ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი ნელ-ნელა იჭრხნება და თუ ამის საპირწონედ აქეთაც რაღაც დაგსახსულობა იქნება, ეს სტატუს-კვოს არ შეცვლის, ასე რომ ვთქვათ და უკრაინა ახსენდა, ვფიქრობ, ნელ-ნელა უკრაინისკენაც გადავინაცვლოთ, თუ კი გრენლანდიაზე რამის თქმა არ გინდოდა. არა, აპელირებს ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის სადაზვერვო მონაცემებით, ანუ მასზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩინეთს და რუსეთს აქვს იქ ინტერესი და თუ კი მოუწოდებს ნატოს, რომ რეალურად აიყვანონ იქიდან ისიც ნახეთ ნატო უთხარი დანიას რომ გავიდეს რაღაცა ესეთიც ნახეთ ტრამპის მხრიდან უკრაინას რაც შეეხება რავი რამდენადაც ფრონტზე სიტუაცია რამდენადაც შესაძლებელია რომ სტაბილური იყოს სტაბილურია იმდენად არასტაბილურია ზურგში ასე ვთქვათ დედაქალაქში თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე თუნდაც პოლიტიკურ დონეზე როდესაც ორეშნიკი გამოიყენეს ლვივში მაგავე დღეს კიევზე ძალიან მასშტაბური თავდასხმა იყო რამაც ენერგოსისტემა პრაქტიკულად წყობიდან გამოიყვანა ჩვენ ნახეთ კოჭკოს მოწოდება რომ ვისაც შეგიძლიათ გადით ქალაქიდან ხედავთ რომ კიევში საცხოვრებელ რაიონებში არ არის ელექტროენერგია არ არის გათბობა ხალხს -16 გრადუსია მოკლედ ამ ხრივ ამას ემატება ნაბუსკა აქტიურება ჩვენ ნახეთ იქ მათ შორის იულია ტიმოშენკოსთან მიმართებაში ვნახეთ არახამიაც შემხვდა თითქოს და მოკლედ ვითარება რამდენადაც კიდევ ერთხელ შევადარებ რამდენადაც სტაბილური შეიძლება იყოს ფრონტზე სტაბილურია და სამაგიეროდ ცოტა აი მღურა წყარიშხალია პოლიტიკურ ველზე მით უმეტეს რადამ დაამტკიცა მინისტრთა ახალი შემადგენლობა მათ შორის ძალიან საგულისხმოა ეს ახალგაზრდა კაცი ფიოდოროვის დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე რომელიც მანამდე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და აქვს უკვე განცხადებები გაკეთებული იმის თაობაზე რომ სურს სისტემის მოდერნიზება, ანუ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ნუ ასე შემდეგ. და ეს ძალიან საინტერესო არის, ანუ პრინციპში მთელი მინისტრთა კაბინეტი შეცვლილია, ადმინისტრაციაზე საუბრობდით მათ შორის წინა გადაცემაში, რომ გურის ხელმძღვანელი დაინიშნა ერმაკის ადგილზე, ანუ ადმინისტრაციის შეფად, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ხაზს, რომ ეს სამხედრო ხაზი იქნება, თუმცა იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ მომავალ არჩევნებზე დაიწყო ზრუნვა. ხო, დაიწყო ზრუნვა და პრინციპში აი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გურის აც უკვე ყოფილი შეფი იქნება ერთ-ერთი წონიანი ფიგურა არჩევნების შესაძლებლობაზე. მე მანდ ყველაზე მეტად გულით წყდება მალიუკზე რო არ დაგიმალოთ, იმიტომ რომ მალიუკი ნამდვილად იყო ადამიანი, რომელმაც SBO უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სერიოზულად გარდაქმნა, იმიტომ რომ ჩვენ ომის დაწყების მერეც ხედავდით, რომ მათ შორის SBO-ში, ანუ უსაფრთხოების უშიშროების სამინისტროშიც იყვნენ ჯერ კიდევ ინფილტრირებული რუსეთის ინტერესების გამტარებლები და არ ვიცი ამდენად გახსოვთ პირველი კონჩეტების დაწყების წინ დაინიშნა მალიუკი და მაშინ მაგარი წმენდა ჩატარდა, გარდაიქმნა სისტემურად რაღაცეები და ეგრე მომზადდა პირველი კონჩეტება და მე ხა ანუ წარმოიდგინეთ სასწაული აი თუ კი რამე 21 საუკუნეში შეიძლება იყოს სასწაული არის ის რომ პაუტინა მომზადდა რუსეთის ბირთვულ ტრიადას მიაყენეს უდიდესი ზიანი ისე რომ ეს არ გახმაურდა და მე უკვე რაღაცა ექსპერტულ მოსაზრებებს ვცნობდი ყველა აკეთებდა მაგას აქცენტზე რომ თუ კი უკრაინა მოახერხა და ამხელა სპეცოპერაცია ისე ჩაატარა რომ წინასწარ არ გაუბაზრდა ჟარგონზე რო ვთქვათ ესე იგი სისტემა შედგა და ამის შემოქმედი იყო მალიუკი და ახლა ის კადრების განკარგულებაში ასე ვთქვათ თითქოს საუბარი რაღაცა სპეციალური დანაყოფი იქნება და იქ გადადის დაველოდოთ მანდაც როგორ იქნება თუმცა გულდასაწყვეტია ფაქტია რომ ჩამოაშორეს ეს ადამიანი სისტემაში იქნება შიგნით მაგრამ არ იქნება ხელმძღვანელი ძალიან ეს არის და უამრავი ოპერაცია გაუგებარია ამ ხელა წარმატებების მერე ხო უამრავი სულ ახლახანს იყო ეს წყალქვეშ შანავების ოპერაცია მათ შორის ხო ნუ უბობის ქსელის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული ეგ ამბავი ხანმა წყალქვეშანავები ყირიმის ხიდზე სამჯერ დამიყენებული სარაკეტო დარტყმები მათ შორის წყალქვეშა დრონების გამოყენება, შავი ზღვის ფლოტ მოსკოვას ჩაძირვა
და ასე შემდეგ უამრავი რამ არის, რასაც ემატება პლუს ანგარიში დაზიანებული ტექნიკის შესახებ, ანუ 1000 ზურგში. ხო, ზურგში, ხო, ანუ 1000ობით ტანკზე და ორეშნიკზე იყო თავდასხმა, ანუ სანამ გამოიყენებდნენ მანამდე. მოკლედ სერიოზული ისინი ქონდა, რა ქვია, წარმატებები ამ კაცს და ცოტა სულ ყველაზე მსუბუქად ვთქვა, ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. კორუფციაზე ერთ რამეს ვიტყვი, რაც ჩემი აზრი არ არის, უბრალოდ როცა ვუსმენ თავად უკრაინელ მიმოხილველებს და მათ ვინც ანუ ტარს არ უკრავს მხოლოდ რაღაცა წარმატებებს და კრიტიკულად არის განწყობილი, სტერნენკო მაგალითად გეცოდინებათ ძალიან პოპულარული ტიპია, 2 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს და ძალიან აქტიურად აკრიტიკებს ხოლმე და ანუ ეგეთი ხალხი ამბობს იმას, რომ კი, ეს არის მტკივნეული პროცესი, არავის არ სიამოვნებს ახლა ხო, კორუფციული სკანდალებია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს გასავლელია და ესე უნდა მოხდეს და კარგია რომ აქვს ამ ანტიკორუფციულ ბიუროს ეს თავისუფლება და ვერ ეხებიან ხო? ანუ ყველაზე მძიმე მანდ ის არის რომ ამ ნაბუზეც იყო თავიდან შეტევა და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ომის დროს ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ნაბუ დაიწვა ერთი და ამ ყველაზე მძიმე არის მოსასმენი თავდაცვის სამინისტროში კორუფციის შესახებ ინფორმაცია, სულ ბოლო ამბავი ის იყო რომ ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, რომელიც იგზავნებოდა ფრონტზე, მათი ნაწილი იყო, ხო, ანუ ეს იყო ქმედით უუნარო რა. ხო, ფუჭი. წარმოიდგინე, ფრონტზე იგზავნებოდა ნაღმები, რომელიც იყო ფუჭი. ხო, ამაზე დიდი დანაშაული რა შეიძლება იყოს, ხო, ანუ ომის დროს რომ თავდაცვის სამინისტრო ხელს ითბობს საკუთარი ჯარისკაცების ფორცები იმ კომპანიაზეც იყო კითხვები, რომელიც ფლამენგოებს აწარმოებს. თუ არ რამდენიმე კვირის წინ იყო ეგეთი და ზოგადად სამხედრო წარმოების მიმართულებით იყო რა ეს კორუფციული კითხვები და ეს ლოგიკური ეგ დიდი ფული ტრიალებს და ბევრ შეიძლება რომ ვირთხებს რომ ეძახიან მაგათ გაუჩნდეთ სურვილი რა რაღაცები და მოკლედ ეგ გასაკეთებელია უნდა გააკეთონ პოლიტიკურად არის დარტყმა ამას რუსეთი გამოიყენებს და გამოიყენა კიდევაც წინა რაუნდის დროს როცა ტრამპთან იყო შეხვედრები და ამ შემდეგ მაგრამ ხო ეგ ამბავი უნდა დასრულდეს წავიდეთ ალბათ ბოლოსკენ ხო და ისევ ირანზე მინდოდა ერთ დეტალზე ყურადღების გამახვილება და შეიძლება სულაც შენს იყოს იმიტომ რომ ძალიან მე თვალში მომხვდა და ალბათ ბევრს მაყურებელსაც რომ ირანში ხალხო მეჩეთებს სწავლენ და არბევენ მომიტინგეები და ამაზე დავინტერესდი და მოვისმინე თავად ირანელების პოზიცია და ესეთ რამეს ამბობენ რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის იმიტომ რომ მათთვის ეს არ არის რელიგიასთან დაპირისპირება უბრალოდ განმარტეს ასე ვთქვათ რომ ეს არ არის რომ რელიგიას ერჩიან ან კიდევ რაღაცა ისლამოფობები არიან მათთვის ეს არის პირდაპირ რეჟიმთან ასოცირებული ინსტიტუცია დღეს ამ ფორმით და ამოცემულობით და მათ სურთ ამ ისლამთან შერწყმული მართლობის თავიდან მოშორება რომლითაც ძალიან დაიღალნენ ამ ხნის განმავლობაში ეს ერთი და მეორე ამბობდნენ არგუმენტს ასეც რომ ეს მეჩეთები გამოიყენება როგორც ბაზები ერთგვარი IRGC-ისთვის ამ გუშაქთა კორპუსისთვის იქ ხდება თათბირები და იყო ამაზე ცნობები რომ პირდაპირ მეჩეთებიდან გამოდიოდნენ იმ დროს როდესაც ხალხის დარბევა და შემდეგ სროლა ხდებოდა და დახოცვა და გარდა იმისა რომ თათბირებს მართავდნენ შეიარაღებაც კი შექონდათ და ასე შემდეგ. ანუ ეს როგორც ლოჯისტიკური ქსელი ასე აღიქმება დღეს ამ ხალხის მხრიდან და ამიტომაც არის მიზანმიმართული ესეთი სიმბოლური და თუ გნებავთ პრაქტიკული იერიშები პირდაპირ არბევენ მეჩეთებს. 300-ზე მეტი მეჩეთი, თავის მხრივ ამას რეჟიმი იყენებს რომ აი როგორი ვანდალები არიან. აქვე მინდოდა დაახლოებით იგივე თემის გაგრძელება არის, შემხვდა აღშფოთებული პოსტები რა ჭირთ ირანელ ძალოვანებს ესე როგორ იმეტებენ თავის ხალხს და მინდა გითხრათ რომ არაფერი არ ჭირთ, არაფერს უკანონოს ჭყალებში ისინი არ აკეთებენ. კანონი აძლევს ამის ყველაფრის უფლებას, სადაც კანონი არ არეგულირებს, იქ პირდაპირ უშუალო ზემდგომის ბრძანება და ღმერთის სახელით აკეთებენ. და ღმერთის სახელით აკეთებენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, თუ გაინტერესებთ რა ჭირთ, აი ის ჭირთ ტროტუარზე მდგომ თბილისში მყოფ დემონსტრანტებს რო იჭერენ, იგივე, უბრალოდ აქ კანონი დაჭერას
ავალდებულებს მათ იქ სროლას. შესაბამისად, კარგად უნდა ვიფიქროთ, როდესაც კანონის სახელით ვიღაცა რაღაცას გვიმტკიცებს, ის კანონი როგორ არის მიღებული, რა პირობებშია მიღებული და რისთვის არის მიღებული. როდესაც კანონი არის რეპრესიისთვის და სადამსჯელო, იქ მგონი დამატებითი კითხვის ნიშნები აღარ არის. სამართალი თავად სიტყვა ამბობს და კანონი სამართლიანი უნდა იყოს. ეს არის ამომავალი წერტილი და ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ხო, ძალიან ბევრი გაკვეთილის გამოტანა შეიძლება ირანის აი ამ პროცესებიდან. ჯერ ერთი მოდი აი message box-ზე ვილაპარაკოთ. როგორ გავს ყველა ასეთი რეჟიმის ენა ერთმანეთს, როგორ გავს პროპაგანდის მეთოდები ერთმანეთს. არ შემიძლია არ ვახსენო მსვლელობები და შეკრებები, რომელიც მოაწყო აიათოლას რეჟიმმა ირანში და გარდა იმისა, რომ იქ ძალიან მე გაიშიფრა რა, ბევრი fake კადრი იყო ხალხოს, გასულ ზაფხულს იქ დარტყმების დროს დაღუპული გენერლების მსვლელობები, ცერემონიის დროს გადაღებული კადრები იყო, დაკრძალვის დროს გადაღებული კადრები, რომელიც გამოიყენეს დღეს, თითქოს აი ახალი. მე თავარი აქ რა არის, იცით, აი მე გამახსენდა მაგალითად ქართული ოცნების ორგანიზებული ერთ-ერთი ბოლო შეკრება, სადაც რეგიონებიდან ხალხი ჩამოიყვანეს და ეგ რუსთაველი გაავსეს და იქ იყო ბედნიერი საქართველო, უბედური სახეებით. აი აბსოლუტურად იგივე სურათი იყო, შეგიძლიათ მოძებნოთ ნახოთ კადრები, როგორი სახეებით ჩამოატარეს ეს ხალხი თეირანის ქუჩებში და როგორი სახეებით ყვიროდნენ ისინი უღიმღამოდ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. სხვათა შორის ეს ფრაზებია ჩვენი ბატონი პრემიერ-მინისტრი რო ესწრებოდა სხდომებს და იქაც რო ყვიროდნენ და ახსენებდნენ, ხო და იქ ყველაფრის ნაწილი იყო ფაქტობრივად ის იდგა იქ ყოველ შემთხვევაში თუ არ სკანდირებდა თვითონ და ეს ცალკე ამბავი არის. ხო, სხვათა შორის წეგან ვახსენე და მაინტერესებს აი აქ თუ ახლა ამბავი მოხდა პანაშვიდზე თუ გაუშვებენ ვინმე საკედან, ესაც ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა. ხო, და რა მინდა რომ თქვა, დემონსტრაციები რადგან ვახსენე. აბსოლუტურად უენერგიო, არანაირი ენერგია არ მოდის იმ ხალხისგან, ვინც იმ ქუჩაში გამოიყვანეს. ეს რა თქმა უნდა არის ხალხი, ვინც საზრდოობს არსებული რეჟიმისგან. ეს შეიძლება იყოს ამ 90 მილიონიანი ირანის რაღაც 5% ან 10% მაქსიმუმ, რომელიც იკვებება ამ აწლევლების განმავლობაში და დიდ ფულს შეულობს, მაგრამ მეორე მხარეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ენერგიის მატარებელი ხალხი, რომელიც ამ რეპრესიების მიუხედავად მაინც ქუჩაში დგას, ცეკლავს და ხმამაღლა გამოხატავს თავის სათქმელს, რომ მათ ჭირდებათ ცვლილება. არ ვიცი, შეიძლება მე ხა ცოტა ემოციურად ვლაპარაკობ, მაგრამ სულთა ადამიანურად შეუძლებელი არის, რომ თუ ადამიანი თავისუფალ ხალხს მხარს უჭერს, თუ ესწრაფვის იმას, რომ მოხდეს რაღაცნაირად აი ამ ყველაფრის ცვლილება, რაც ჭირს განსაკუთრებით ამ რეგიონს, და ჩვენთან პირდაპირ დაკავშირებულია ის, რომ დასრულდეს ამგვარი ტიპის რეჟიმები და ნაკლები მოკავშირე ყავდეს ჩვენ მთავარ მტერს რუსეთს, შეუძლებელია რომ არ გულშემატკივრობდე და აღფრთოვანებას არ იწვევდეს ამ ხალხის სიმამაცე, რასაც ისინი აჩვენებენ და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებენ. ამასობაში ჩვენმა კოლეგებმა ალფა სიხშირეზე დაწერეს, რომ ავსტრიის ავიახაზებმა გააუქმეს საღამოს რეისი ვენიდან თელ-ავივის მიმართულებით, ასევე Lufthansa Group-მა შეატყობინა თავის თანამშრომლებს მოემზადონ ისრაელის დასატოვებლად და ხვალიდან ფრენების გასაუქმებლად და იდეაში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც აქტიური ფაზა არის და შესაძლოა ნიშნები, ან დღეები შეიძლება ბევრი, ან შეიძლება საათებზეც იყოს საუბარი, ნახოთ. აუ, ჩაგეჭრებით რა, ეხა უცებ გამახსენდა და ეს რა ქვია, თან ცოტას რა ევროსკოპსაც ცოტას გავაპიარებ. ბოდიში თქვენთან და მაყურებლებთან. სალომე ზურაბიშვილთან მქონდა ინტერვიუ და ეთანხმებით თუ არა ესე თქვა, რომ დღეს მსოფლიოშიო დიქტატურები კი არ მოდიან თუ რამე ხაჯები კი არ მოდიან. აქ შეგვიძლია ამვანათე.
ანუ ეთანხმებით და სხვათა შორის საღამოს რობერტ ამეცოლას განცხადება გაავრცელდა, რომ 2026 წელი დიქტატორების საბოლოო დამარცხების წელი უნდა იყოსო და ანუ თქვენ ეთანხმებით, რომ რაღაცა ტრენდი შეიძლება იყოს თუ ეს უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა შეიძლება იქცეს? ფაქტი ერთია, რომ ვენესუელით დავიწყეთ ეს წელი და მადუროს ფუკა მადურო ვიხილეთ ნაიკის სპორტულებით. მადუროს ფუკა კი, მაგრამ რამდენად რეჟიმის ფუკა, ეგ ცალკე. ნუ მაგას მე მგონია, რომ დაალაგებენ. შესაბამისად მე ხუთე პრეზიდენტს საქართველოს, ხო? არ მეშლება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკური განაცხადია და სურვილია სამწუხაროდ. შესაძლოა კონკრეტული პირები კი ბატონო, თუმცა რეჟიმები რამდენად სრულად მოესწრება, ეგ ცოტა ბუნდოვანია, ასევე ბუნდოვანია მათ მერე რა მოხდება და ეს ბუნდოვანია არა იმიტომ, რომ იქ ადგილზე ხალხი რას იზამს, არამედ იმიტომ, რომ თუკი აქამდე საერთაშორისო წესრიგს მხოლოდ ვლადიმერის ძიანგრევდა, ახლა მას ამაში ეხმარება ბატონი დონალდ ჯეი ტრამპი. რაც უნდა უცნაურად და სატრაგიკულად ჟღერდეს და როდესაც ორი ამხელა სახელმწიფო საერთაშორისო წესრიგის მორღვევას ცდილობს, იქ გაძლება ნამდვილი გმირობის ტოლფასი იქნებოდა. მე ასე ვიტყოდი. ხო, პუტინის განცხადებაც ვრცელდება, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა ან დარტყმა ირანზე იქნება კატასტროფული შედეგები. მან მეორე ფრონტი კი. მას აიზახდა ვენესუელაზე. ნუ რუსეთი არაფერს არ იზავს, მაქსიმუმ თავშესაფარი ვიცეს. მოგდით, ჩვენ მეგობრებო, ჩვენი ამბავი გვაქვს ერთი, რომ რა თქმა უნდა გავლენა ექნება საქართველოზე. ძალიან დიდი. კი, და ამას საქართველოში ყველა იგრძნობს. ხო, როგორც ვაჭრობის მხრივ, ასევე გავლენის მხრივ და ასევე ძალიან ბევრი ნიუანსი მათ შორის, რაზეც ვისაუბრეთ რა. ასე რომ დაველოდოთ დარჩით არხზე, მადლობა ვინც გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ, დაგვიტოვეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებით და შევეცდებით ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.